დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრში გაიმართა ჟურნალ ნაექ-ჯის პრეზენტაცია. ჟურნალი წარმოადგინეს ქალბატონმა მაია მიმინოშვილმა და ბატონმა დავით ზურაბიშვილმა. ჟურნალი აბიტურიენტებს დაეხმარებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია. საკრიტიკებელია, მაგრამ თუ რაიმე წარმატებული მართლა დღეს ჩვენი პირველი ნომრი, ჟურნალის პირველი ნომრის პრეზენტაცია, აქედან გამომდინარე ძალიან სასიამოვნო დღეა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ჩემი მეგობრებისთვის და კოლეგებისთვის. კარგი ხნით ადრე გაჩნდა იდეა, მინდა გითხრათ, ეს გუშინ და გუშინ წინ არ გაჩენილა ჟურნალის გამოცემის იდეა, თუმცა გასაგები მიზეზების გამო ამ ჟურნალის გამოცემა ვერ მოხერხდა 2012 წლის გაზაფხულზე. დაბრუნებისთანავე ამ იდეის ხორჩესხმას შეუდექით და მე პირადად მართლა ძალიან მოხარული ვარ, რომ მოვახერხეთ პირველი ნომრის გამოცემა. ცოტაოდენი წვლილი მან შეიტანა ამ ჟურნალის მომზადებაში. მივიღე მართალი გითხრათ, აი ეხლა რაღაც ჟურნალების ამ საქმეში და ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ერთად მუშაობთ. ძალიან კარგი ინიციატივაა გამოცდების ეროვნული ცენტრის ჟურნალის გამოცემა. აი ჟურნალისა სადაც იქნება არა მარტო რაღაც ასეთი მიმდინარე ინფორმაცია და რეგულარული ინფორმაცია იმ საქმიანობაზე, რასაც ცენტრი ეწევა. არამედ ყველა იმ თემაზე, რაც აინტერესებს ძალიან ფართო საზოგადოებას, რა ბუნებრივია, ყველას ყავს შვილი ზოგს სკოლის მოსწავლე, ზოგს აბიტურიენტი, ან პოტენციური აბიტურიენტი, ამიტომ ძალიან ბევრი ისეთი თემაა, რაც ყველას აინტერესებს. ამიტომ ძალიან დიდ მადლობას გეძებ მაია. დიდი მადლობა, რომ ასე მახსენდა, რომ რას შვებოდით ჩვენ თავიდან ის რაღაცა როგორ იბეჭდებოდა ეს გაზეთები, როგორ დღევანდელი დღე არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, იმიტომ რომ საზოგადოებას უჩნდება ძალიან სერიოზული და ძალიან საინტერესო ჟურნალი, სადაც მთელი ჩვენი ერის და სახელმწიფოს მთავარი მანკიერებანი და მიღწევებიც იქნება დახასიათებული, გადმოცემული, მოთხრობილი და მიეცემა ჩვენ საზოგადოებას სერიოზული დაფიქრების და ანალიზის საშუალება იმის შესახებ, თუ რა გვჭირს და რატო ვეღარ დავლაგდით ამდენი ხანი.